ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეს განიხილავს. ბრალდებულია ოპოზიციის ყველა ლიდერი. ივანიშვილის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი-ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო ასამართლებს. საბოტაჟი უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. აი ამ მძიმე ბრალდებებით ოცნება პოლიტიკურ ლიდერებს 4-დან 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება. მაშინ როცა ოპოზიციის ნაწილმა ციხესულ ცოტა ხნის წინ დატოვა, ნაწილი კი ამ დრომდე ისევ საპატიმროში რჩება. დაიწყო თუ არა დღევანდელი პროცესი, რას ამბობენ პოლიტიკური ლიდერები, ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება ახლა დეტალებით. რვა ოპოზიციონერი ლიდერის საქმე ჩაიბარა მოსამართლე თამარ მახარობლიზემ, სწორედ ის განიხილავს ამ საქმეს არსებითად. დღევანდელ სხდომას ესწრება 5 ბრალდებული, აქედან 1 მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში, რადგან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არის, რომ მას რამდენიმე საქმეზე უკვე მისჯილი აქვს საპატიმრო სასჯელი. შესაბამისად ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანეს ციხიდან. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დანარჩენი 4 ბრალდებული დღეს საკუთარი ფეხით მოვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის არის ნიკა გვარამია, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა რუსთავის ციხე. მას აღარ აქვს უკვე მსჯავრდებული სტატუსი, მან მოიხადა სხვა საქმეზე მსჯავრი და ახლა ის ამ საქმეს ესწრება უკვე ბრალდებული სტატუსით. დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რადგან ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამია აღკვეთი ზომის გარეშე არის დარჩენილი სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით და იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ბრალდებულებს ამ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული პროკურატურის მოთხოვნით, დიდი ალბათობით ნიკა გვარამიას შემთხვევაში დღეს საქმის პროკურორები მოითხოვენ გირაოს შეფარდებას. ამ საქმეზე მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჯამში ბრალდებული არის 8 პირი, თუმცა დღევანდელ სხდომას დაესწრება 5. ნიკა მელია და ელენე ხოშტარია პროტესტის ნიშნად ამ განხილვებში მონაწილეობას არ იღებენ. მამუკა ხაზარაძე კი საქართველოში არ იმყოფება. ეს არის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე და 8 ოპოზიციონერ ლიდერს ქართული ოცნების ხელისუფლება ადანაშაულებს საბოტაჟში. მათ ნაწილს ასევე ადანაშაულებს უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში და აი ამ მუხლიდან გამომდინარე ყველაზე მძიმე სასჯელი ემუქრებათ ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს, რადგან სხვა ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება სწორედ მათ ედავება ქართული ოცნების ხელისუფლება და პროკურატურა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უნდათ რომ სურათი დახატანონ მთელი ყველა ოპოზიციური ლიდერი ერთად არის თავის ნიშას ჩათვლით, რომ რაღაცა ეს ჭყალებში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თუ რაღაცა ერთად დასოს განსაჯელის კანზე. მეორედ რომ აკარგვინონ, აი რავი, ხო დროშს კარგავ, ახლა რატომ უნდა მოვიდი აქ, ხო? ისაც რამდენი სასამართლო იმეც დავდივარ ხომ, ახლა საკუთარ სასამართლოზე უნდა ვიარო. მეორე ამ რაღაცა ბოდუაში 45 ტომში ხოლმე გაერკვე და რავი, რაღაცაზე რო იქნება პროცესზე ლაპარაკი, პასუხი ხო უნდა გაცი რაღაცაზე. ამ ყველაფერს არის საბოლოო ჯამში თავარი მიზანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ბოლომდე ჩაჭრან ის ძაფები თუ რამე დარჩა კიდე დამაკავშირებელი ამ ქვეყანას დასავლეთთან ცივილიზებულ სამყაროსთან. ცალსახადა ნათელია აბსოლუტურად ყოველთვის, რომ ამ საქმეს სამართალთან, სამართლიანობასთან, კანონთან არაფერი საერთო არ აქვს. მოდი პირდაპირ დავარქვა თავის სახელი. ეს არის სინამდვილეში უსამართლობის წინააღმდეგ, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ქვეყნის განვითარებისთვის ვიბრძვით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ვიბრძვით. ამის საფასური დაგვიწესა ფაქტობრივად, დაგვიწესეს და ეს არის მთელი ეს საქმე. მზაობა მაქვს ნებისმიერი რამის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ცხოვრობთ, ნებისმიერი რამე არის შესაძლებელი. რა უნდა ვამტკიცო, რა არ გამიკეთებია თქო, არ ვიცი, 47 ტომია. ფუჭი წვალება 47 სულელური ტომის წაკითხვის და საკუთარი თავის ვერ პოვნის. ეს არის ამ საქმის ანატომია ჩემთვის. ეს პროცესი არის პირდაპირ გამოხატული საბოტაჟის სახელმწიფოს მიმართ და ის მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. სხვა ამოცანას ის არ ემსახურება. რაც არ არსებობს, ის ვერ იქნება საქმეში. სახელმწიფოს საბოტაჟი ეს საქმე არის შეთითქმილი, ყველა ცხადია ამბობს ამას, მე არა ორიგინალური, ეს არის ოპოზიციის დევნის საქმე.
როგორც მოისმინეთ, ბრალდებულების განცხადება ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციონერ ლიდერებს დანაშაულად უთვლის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობას, აქციებში მონაწილეობას, საჯარო პოლიტიკურ განცხადებებს, ასევე განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს არაერთხელ მიუმართავთ საჯაროდ, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ უნდა დასანქცირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, რომლებსაც სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ფორმით და გადაწყვეტილებებით შეულახავთ საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუღიათ სადავო გადაწყვეტილებები, რომელსაც ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევენ ოპოზიციონერი ლიდერები. სწორედ ამიტომ საზოგადოებას მოусმენია არაერთი ასეთი განცხადება, რითიც ისინი მოითხოვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირებას და სწორედ ეს არის ამ საქმის ერთ-ერთი მიმართულება, რომ ამას დანაშაულად უთვლიან. მათ საქმეში ჯამში არის 58 ტომი, გაერთიანებული არის ამ საქმეში რამდენიმე სხვადასხვა საქმის მასალები, მაგალითად ეგრეთ წოდებული პირდვადეების საქმის მასალები, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მიცის, რომ პროკურატურამ გამოკითხა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთოდ ჯამში საკმაოდ მოცულობითია საქმე, თუმცა როგორც ადვოკატები აცხადებენ, საკმაოდ ქაოსურიც და მათთვის გაურკვეველი არის თუ კონკრეტულად რომელი მასალა, რომელი მტკიცებულება, რომელ ბრალდებულს მიემართება და კონკრეტულად რომელი ბრალდებულის წინააღმდეგ რა პრეტენზია აქვს პროკურატურას. დღეიდან იწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვა. ბრალდებული არის 8 ოპოზიციონერი ლიდერი. ეს არის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომელიც საჯარო პოლიტიკური განცხადებების შემდეგ პროკურატურამ უკვე სამართლებრივ პროცესად აქცია.